Salvavit, მინდა მივულოცო ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და სრულიად სომეხ ერს ეროვნული ინტერესის დამაჯერებელი გამარჯვება. რუსეთი დამარცხდა რუმინეთში, მოლდოვაში, უნგრეთში და ახლა უკვე სომხეთშიც. რუსეთი მარცხდება თელს რეგიონში და მალე დამარცხდება საქართველოშიც ქართული ოცნების სამარცხვინო პრორუსული რეჟიმის განდევნით. გუშინ გაიმარჯვა არა მარტო დემოკრატიულმა სომხეთმა, არამედ დემოკრატიულმა საქართველომაც, რადგან ამ ორს ერთმანეთი სჭირდება სასიცოცხლოდ. სომხეთი, რუმინეთი, მოლდოვა, უნგრეთი ყველა ეს მაგალითი აჩვენებს, რომ ხალხის დამდგუნველ უპირატესობას ვერ მოერევა ვერაფერი. ეროვნული ინტერესის სასიკეთო დარაზმულ ხალხის ძალას ვერ დაუპირისპირდება ვერც ერთი დიდი და ძლიერი სახელმწიფო, ვერც ერთი გაყალბების სისტემა. მას ვერ დაძლევს ვერც პროპაგანდის და ვერც სიცრუის სისტემები და ვერც პოლიტიკური ნიჰილიზმი და უიმედობა. ყოველთვის იმარჯვებს ერი, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესს. სომხეთის გამოსვლება ნათლად აჩვენებს, რომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, რეალურად პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა და ეროვნული ინტერესების დაცვა არჩევნების გზით ყოველთვის იძლევა რეალურ შედეგებს. გვახარებს რა სომხეთის გამარჯვება, დღეს წუხილით ვიხსენებთ ამავე დროს, რომ ანტიქართული ოცნების მართლობის პირობებში საქართველოს დაკარგა ყველა რეგიონული უპირატესობა, რაც მას ჰქონდა ისტორიულად. ერევანი გახდა რეგიონის პოლიტიკური ცენტრი, ხოლო თბილისი გახდა მაჩანჩალა და პერიფერია. სომხეთმა უმასპინძლა აშშ ვიცე-პრეზიდენტს, აშშ სახელმწიფო მდივანს, ევროკავშირის ყველა ლიდერს, ხოლო თბილისი მასპინძლობს გავრილოვს და პოზნერს. სომხებმა აჩვენეს უპირატესობა დემოკრატიის სტანდარტით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, საგარეო ინვესტიციების მოზიდვით, მრავალმილიარდიანი ეკონომიკური და პოლიტიკური პაკეტების მიღებით. და ქვეყანა, რომელშიც ერთდროს გამოცხადდა თავისუფალი სომხეთი და აზერბაიჯანი, რომელიც იყო ასოცირებული ტრიოს შემოქმედი და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ცენტრი და წამყვანი რესპუბლიკა, აი ამ რეჟიმმა, აი ამ ყველაფრის შემდეგ გადააქცია მაჩანჩალად, როგორც ასოცირებულ ტრიოში, ასევე სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ სომხეთს შეყავს მაღალი ხარისხის ინვესტორები, მათ შორის NVIDIA, სომხეთი ქმნის ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს, მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის დე-ფაქტო პრემიერი ანადგურებს და კლავს ანაკლიას და სამაგიეროდ არის გადაქცეული არაბული ბინების მაკლერად. ეს არის ყველა დროის ყველაზე დაბალი და სამარცხვინო მომენტი საქართველოს ისტორიაში. ამასობაში თბილისიდან რამდენიმე საათის გზაზე მართლაც ამოქმედდა რეალურად და არაქოცურად, რეალურად პრაგმატული საგარეო პოლიტიკის, მშვიდობის და კეთილდღეობის მოდელი ფაშინიანის მეთაურობით. სწორედ ამიტომ ამაღი ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს და შეუერთდეს უნგრელებს, სომხებს, მოლდოველებს და რუმინელებს ამ დიდ და მნიშვნელოვან ბრძოლაში ეროვნული ინტერესისა და კაცობრიობის პროგრესული მონაპოვრის დასაცავად.